მოგესალმებით, აი დაგიბრუნდით და აუცილებლად ზარები იქნება ეთერში და ვისაუბროთ დღევანდელ ყოფაზე საერთოდ და ერთმანეთი დავარიგოთ რაღაც გამოცდილებები გაუზიაროთ აუცილებლად და აუცილებლად მინდა რომ ერთი წელი გავიდა დღეს. სამწუხაროდ ჩვენ და მამა კახაბერ ტაბატაძე, ესეთი ადამიანი, ესეთი დეკანოზი დაკარგა რუსთავმა. რუსთავმა კი არა, სულიად საქართველოს, იმიტომ რომ ადამიანი იყო მართლა ყველაზე ბევრი წიგნი აქვს ამ აი საერთოდ საქართველოში ვინც კი სასულიერო პირია გამოცემული წარმოგიდგენთ მამა კახაბერსა და მამა კახაბერი უარყოფილიყო რუსთავში დღეს რა ეკლესიური ცხოვრებაც არის, რა ტაძრებიც არის, წარმოგიდგინეთ რა ისცა ჯერ უამრავი დაუჯდომელი აქვს გამოცემული, ძალიან მაგარი ადამიანი იყო და ძალიან როგორი ის ქონდა იცით, ერთხელ რომ ნახავდი ადამიანს უბრალოდ არ შეიძლებოდა რომ არა მარტო ის ადამიანი, არამედ ღმერთი, ეკლესია და სამშობლო არ შეყვარებოდა. ესეთი ადამიანი იყო მამა კახაბერ ტაბატაძე და აი მართლა რაღაცნაირად მოწამე კაცი იყო ესეთი, აი მიჭირს ძალიან ამ ადამიანზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ჯერ წარსულში მიჭირს ლაპარაკი და რაღაცნაირად ისეთი ქალბატონი ფატი ყავს. ფოფოდია მეუღლე, რომელიც მართლა გმირი ადამიანი, იმიტომ რომ მამა კახაბერის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია ამ ქვეყნად რა თქმა უნდა ზეციდანის გვეხმარება და მისი ულამაზესი საფლავი სადაც ძალიან ბევრი სასწაულები ხდება და ბევრ ადამიანებს ეხმარება ძალიან ეს ადამიანი იყო აი რუსთავში ჩათვალეთ რომ დღეს რო ეკლესიური ცხოვრება არის და დღეს რო რუსთავში ადამიანებს ღმერთი წამთ ხო და აი ამდენი მონათლული რო არის და საერთოდ საოცრებები რო ხდება იქ ხო არის მამა კახაბერის დიდი დამსახურება, უდიდესი დამსახურება, მე არ ვიცი, არც ერთ სახელმწიფო მოღვაწე, არც ერთი ელჩი, რაღაცა, რომელიც აი რაღაც კონკრეტულ მხარეში, როგორც რუსთავში, მამა კახაბერს, რაც გააკეთა რუსთავისათვის, აი ესეთი რაღაცა გაეკეთებინოს და ვერც ვერავინ ვერ გააკეთეს, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო თელი თავის ცხოვრება აი ამ შრომაში და ხალხისათვის დახარჯა და მადლობა, აი მართლა მამა კახაბერის დიად სულს მისი სულის დიდება იყოს და მადლობა იქიდან რომ დაიბადა და ჩვენთან რომ გაატარა ეს ცხოვრება რაღაცნაირად მიხარია კიდევაც რომ აი ამ ქვეყნად მე შევხვდი ამ ადამიანს მამა კახაბერს რომელიც რა ვიცი მამა კახაბერს ვინც იცნობდა თუ არ იცნობდა ყველას წუდებოდა ეს ადამიანი ისეთი იყო ყველას გული იყო და ამ ბოლო ხანს რომ ჩავედი მის საფლავზე ქალბატონი ფატის ფოფოდია წიგნები გამომატანა დაუჯდომლები რომელიც მამებს დაურიგეს ხოთაშვილის ისეთ წიგნებს გამოცემდა რომელსაც ანალოგია არ მოეძებნება რა ისეთ აი რაღაც სასწაული უბრალოდ უნდა იცოდეთ რა ეს და ძალიან მაგარი ბოლოს გამოსცეს ესეთი ის მამა კახაბერის სახელზე უერცხლო მკურნალთა დაუჯდომელი რომელშიც ძალიან მაგარი აი სასწაული კრებული არის შესული და მადლობა იმ ადამიანებს ვინც მრევლი ხართ იქ ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი ვინც აი მართლა ჭეშმარიტი მრევლი დარჩა ისეთები რომლებიც დღესაც იქ არიან და სხვათა შორის სამაგალითო ის არის რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ რაღაც ადამიანი რომ გარდაიცვლება შემდგომ მის ოჯახის წევრებს ივიწყებენ ხოლმე მიუხედავად იმისა რომ ჩვენთან ხდება ხოლმე სამწუხაროდ ჩვენ გვახასიათებს ეს რომ რაღაცნაირად იმ ადამიანის მიმართ გამოთქმული სიყვარული ხო რაღაცნაირად უნდა გადავიტანოთ იმაში რომ ვინც დარჩა მას მათ უნდა ვცეთ პატივი და ჩვენ და სამწუხაროდ რაღაცა ის ადამიანები რომ გარდაიცვლებიან შემდგომ მათთან ერთად გვავიწყდება კიდე ის ადამიანები ვინც მათ რჩებათ და მე ყველაფერს გავაკეთებ და ეს ტელევიზია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ აი ესეთი დიადი ადამიანების სულები ყოველთვის გავახსენო და მათი საქმეები გავახსენოთ საქართველოს და იმ ადამიანებს ვისაც ვინმე დაგვავიწყდა და არ უნდა გვავიწყდებოდეს, იმიტომ რომ პირველ რიგში ადამიანი რო გარდაიცვლება, მისი სიყვარული იქ უნდა გადავიტანოთ ჩვენ მისიანებში რა ხშირად ხდება ხოლმე რომ ჩვენთან ეგრე არ არის და სამწუხაროდ ჩვენდა რა და მადლობა ამ ტელევიზიას აი იმიტომ აი რაღაცნაირად სულ არსებობს რომ ამ ადამიანებს უკვდავყოფს სულ ყოველთვის ახსენებს ხოლმე სულ ყოველთვის არ არსებობს აქ რომ მოძღვრის რომელიღაცა მოძღვრის წლისთავი იყოს ან გარდაცვალება რაღაცა რომ ჩვენ აქ არ ვისაუბროს მათზე და დიდი მადლობა ამისათვის იმ ადამიანებს ვინც ხელს გვიწყობენ ამ ყველაფერში მართლა აი რაღაცნაირად
ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი და არ არსებულა ჩვენთან მოძღვარი, რომელიც ან გარდაცვლილა რაღაცა და აქ მისი სახელი არ გაჟღერებულა და მისი ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, მე ყველაფერს შევეცდები ყოველთვის, რომ რაღაც დროს გამოვყოფ ხოლმე, რომ ეს ადამიანები თქვენ უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ცოცხალი მაგალითები დღეს სამწუხაროდ რაღაცნაირად აი ეს მისაბაძი ადამიანები გარდაიცვალენ და მიდიან ამ ქვეყნიდან და უნდა გავახსენოთ თუ რა გაუკეთებია, როგორ ვიცხოვროთ, მიბაძვა მათზე და უბრალოდ ჩვენთვისაც კარგი იქნება, რომ აი ეს მათი ხაზი არ დაიკარგება თუ რისთვისაც ისინი გაჩნდნენ და რაც უნდათ. აი ეს და ყოველთვის იქნება ხოლმე ამ ტელევიზიაში ამ ადამიანების გახსენება და ის მართლა დიდი სიკეთე რაც ხდება იმით რომ აი ამ ადამიანებს აქედან არც არ დავივიწყებთ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ მე ავიწყდებათ ადამიანი რაღაცა თითქოს არც ყოფილა და არა პირიქით ჩვენ უნდა გვახსოვდეს და ყოველთვის იქნება აქ და აი ამისათვის დიდი მადლობა. სარებ შემოუშვებ აუცილებლად. მადლობა თქვენ აი რუსთავის მრევლს განსაკუთრებით მოვიკითხავ და მამა კახაბერი ვისაც გიყვარდათ, ვისაც გახსოვთ, ხო, აუცილებლად ყველას ბედნიერები ვართ, რომ წარმოგიდგენთ ესე დიდი ადამიანები იბადებიან უბრალოდ და ჩვენს ირგვლივ ტრიალებენ. რა ეს იყო ესეთი ადამიანები იშვიათნი არიან, იმიტომ რომ მართლა რაღაცა ყველანაირი ღირსება, ყველანაირი ელემენტარული გვერდიდა რომ შეგეხედა ადამიანისათვის ბრალიანი ვეღარ იქნებოდი. აი რაცა უნდა ხო არის ვიღაცა ამაყი რაღაცა ხო? ამ ადამიანს რო შეხედავდი, ხო? აი ჩვენი პატრიარქივით, პატრიარქს გააჩნდა ხოლმე კიდევს, ნუ მანდ იქ შენი ბრალი, შენი სიამაყე, შენი ის უბრალოდ ქრება, იმიტომ რომ ხედავ რომ ვინც მართლა ძალიან დიდია, ის როგორი უბრალო. აი ესეთი იყო მამა კახაბერი და პატრიარქის გაზრდილი იყო და იმ ადამიანების, ვინც აი ესე რაღაცა ღირსეულად მოდიოდნენ და დიდი ისტორია შექმნა და მართლა დიდი სახელი დატოვა და მარტო საკმარისი არის რომ აი რუსთავშიც ჩახვიდეთ და ეს მის საფლავზეც მიხვიდეთ, აი ხვალ არის მაგალითად გასვლა არის დილას ყველა მიდიან და წირვა არის მის სახელზე და აუცილებლად ვისაც შეგეძლებათ რაღაცა გეხვეწებით, არ დაიზაროთ, აუცილებლად იქნებ ძალიან ჩახვიდეთ და გაიხსენოთ ეს უდიდესი ადამიანი ხა ვინც უყურებთ და ისედაც იარეთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან უჭირს ადამიანს საერთოდ ვიღაცა რომ დააკლდება, თან ესეთი პიროვნება რომ დაგაკლდება და როცა თქვენ მიდიხართ, ხო, თქვენი სახით ის ადამიანი მიდის და მას ახსენებს მას და ანუგეშებს თქვენი სახით და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ის ადამიანი, ვინც შემდგომ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს აქცევს ყურადღებას. და რა ვიცი, საქართველოში მე მინდა რომ ეს ტრადიცია ისე ვიყოს და ტრადიცია კი არა ეს ჩვევარი ადამიანი რომელიც ყველა ჩვენთაგას უნდა გააჩნდეს, იმიტომ რომ ის რომ მე შენ მიყვარხარ არ ნიშნავს მარტო იმას რომ მე რო შენ რო გარდაიცვლები უკვე რჩება ეს ყველაფერი. პირიქით, აი მე რო შენ მიყვარხარ, ზუსტად ამაში უნდა დამტკიცდეს რომ შენს მერე შენ დანატოვართან მე მქონდეს ურთიერთობა და იმ შენ თვის ყველაზე ძვირფასთან და მნიშვნელოვანთან და მე ვიცი რომ რუსთაველებს ეს არ ეშლებათ და ყოველთვის ექნებათ ეს სულისკვეთება და ეს ხასიათი და მადლობთ ყველა იმ ადამიანს ვინც იყავით ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი იყო რომელიც დღეს აღარ არის და დასაფასებელი არის ჩვენთვის და სხვადასხვა აი მომავალი მე შემდგომ რომ მოდის ხოლმე მაგით ხვდები ხოლმე თუ როგორები იყვნენ რომ როგორ აფასებენ წარსულს ვინც იყო იქამდე სანამ ისინი მოვიდოდნენ. ან ვინც მათ დარჩათ, მათ როგორ ექცევიან რა. აი ეს არის ყველაზე მთავარი რა, ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ აი იმ დანატოვარს აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ. თუ გინდათ რომ იმ ადამიანთან ისე გააგრძელოთ ურთიერთობა, ზუსტად იქ უნდა მიხვიდეთ, სადაც ის ადამიანი იყო და დღესაც იქ არის, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა ზეცის და ზეციური საქართველოსიც და იმ ყველაფრის რაც ჩვენ გვაკავშირებს უფალთან და იქიდანაც რაც მოდის და აი ამის გამო ვალდებულები ვართ რომ ჩვენ იმ ყველაფერს იმ დანატოვარს მივხედოთ ხოლმე და დღეს დღევანდელი თემები უბრალოდ აი ადამიანებს რაღაცნაირად გაცივდა ადამიანი ყველაფერს ეძებს იმისათვის რომ რაღაცა თავისი აი რაღაცნაირად თავისი უარყოფითი ჩვევები წარმოაჩინოს და წამოწიოს წინ ადამიანმა და ამისათვის ყველაფერი ხდება და ჩვენ როგორ უნდა დავიცვათ თავი უბრალოდ აი მაგ კითხვაც მექნება მსმენელთან და
ვინც დაარეკავთ აუცილებლად აი როგორ უნდა დავიცვათ თავი როგორ უნდა გადავიტანოთ ის ყველაფერი სირთულეები თუ რა სირთულეებიც აი ამ ცხოვრებაში რაღაცნაირად დაგვეკისრა და გველის მართლა არ იყო ადამიანი იმისათვის მზად თუ დღეს რა ვითარებაც არის რა და რა გამოწვევების წინაშეც დადგა იმიტომ რომ ახლა რაღაცნაირად მოშვებული იყო ადამიანი და დღეს უბრალოდ ადამიანები ვიცი რომ რა უნდა ქნან აღარ იციან რა იმიტომ რაღაც ამ მატერიალურ ამ ყოფითმა პრობლემებმა ძალიან გადაგვრთო და ის სულიერება აღარ არის იმდენად წინა პლანზე და სულიერებას მოკლებული ადამიანი კიდე ადვილი მოსარევი გახდა ეს ადვილად მოსარევი ადამიანი კიდე დღეს როგორ დღეში ვართ ხო ხედავთ რომ ჩვენს ირგვლივ რამდენი რაღაცა ხდება და როგორ ჩვენთვის ან ყურაცაღები აღარ არის ან თუ ყურად ვიღებთ როგორ აი ადამიანები ხან ხშირად ხდება ხოლმე რაღაცა ისეთ რაღაცას გამოხატავენ ხო ისე იმათ რომ ფიქრობ რომ ეს ადამიანები აქამდე სად იყვნენ თქო როგორ ის აქციელით აღწერენ იმ ყველაფერს რაც ხდება ჩვენს ირგვლივ და გეხვეწებით აი ყველაზე მთავარი რაც არის რომ აი ამ ქვეყნად რომ ჩვენ ყველაზე მთავარი რაც დავკარგეთ ის რომ ერთმანეთის თანაგზნობა თანადგომა და ადამიანს რო გახედავ და თუ რამე გაუჭირდა ან თუ რამენაირად პრობლემა შეექმნა ხო შემდგომ გამოიხედება და მარტო რჩება და აი ჩვენც ოდესღაც მოგვიწევს ეს ყველაფერი რა აუცილებლად და აი ჩვენც აი ყოველთვის იცოდეთ რომ რამდენჯერაც ვიღაცის საკეთ და დახმარების ხელს ან თანაგზნობას ან ლოცვით ან რაღაცით გაიწევთ ხო იმდენჯერ თქვენ რო დაგჭირდებათ აუცილებლად თქვენდამიც იქნება ეს და თან ზეციდან ეს დახმარება და თანადგომა და ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ჩვენ ყველა იმ ადამიანმა ვისაც რაღაცნაირად გვინდა რომ ამ ქვეყნად ჩვენი სახელი ისევე როგორც მამა კახაბერ ტაბატაძის ისევე როგორც ჩვენი დიდი მამების იმ ადამიანების გარდაცვლილების დარჩეს და რაღაცნაირად ვიყოთ ისე რომ ძალიან ცოტა ვართ ეხა იმ ბოლო ხანს რაღაც ისეთი თემებია სულ წამოწეული რომ რაღაც აი მართლა ზოგს გონია რომ რაღაცა ხუმრობა არის ის რომ აი ამდენმა ადამიანმა იმატა ამდენი ის რაღაცა მაგრამ ქართველი გაედინება სამწუხაროდ ჩვენ და უცხოელი შემოდის და მალე ერთმანეთის აი შეიძლება ვინც ყველაზე ძალიან შეიძლება ამ წამს არ მოგდით თვალში მისი ხმის გაგონებაც მოგენატროთ აი ეს ყოველთვის იცოდეთ წინასწარ რა თუ შეიძლება ზარი არის ეთერში ბოდიში დიდხანს გალოდინეთ გისმენთ ალო გისმენთ გამარჯობათ გიორგი გამარჯობათ როცა გავყავთ მოწვეული სტუმრად ვეთესობა მგდრების ამბობს რომ როცა შემოყვებას მოგაყენებენ პასუხი არ უნდა გავცეთ მაგრამ ჩემი აზრი მანდ შეიძლება გითხრათ აი შეიძლება ის შეურაცხყოფა რასაც მოგაყენებენ ის შეურაცხყოფით არ უპასუხოთ მაგრამ ნარად დალაგებულად ვუთხრათ რომ ეს არის შეურაცხყოფა ეს ხომ შეიძლება რომ ვუთხრათ ის სხვათა ზოგი ადამიანი აქ ფიქრობს რომ შეურაცხყოფა მოგაყენა დიახ ხო უნდა შეაგნებინოთ ისე თუ შეაგნებინებთ და თუ გააგებინებთ ეს არანაირ ცოდვაში არ გეთვლებათ ოღონდ როცა ვიღაცას შეაგნებინებთ ეს არ უნდა იყოს პირადი ამბიციის გამო რომ აი ხშირად ხდება ხოლმე გახვედი თუ კიდე ხაზე ხართ ხო აი ხო ალო კარგით ის არ უნდა იყოს იმის ხარჯზე რომ დიახ ხო ეს იმის ხარჯზე არ უნდა იყოს ჩემო კარგო რომ აი შენ მე როგორ მომაყენე შეურაცხყოფა და რაღაცა უბრალოდ შეურაცხყოფა აი ხშირად ხდება ხოლმე რომ ადამიანში უნდა გააღვიძო ნამუსი და თვითონ უნდა მიხვდეს რა და ეს უბრალოდ ეხლა მე ადამიანური ის არის რა ქვია გამოცდილება რომ ვის როგორ უნდა მიუდგე რა ზოგჯერ თქმას ჯობს დიდი მადლობა მაგრამ ხო იცით როგორ არის ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო აი ეს თქმა მე შემდგომ თქვენ თუ იცით რა რეაქციასაც გამოიწვევს ხო თვითონ აი რთული რა არის იცით აი ზუსტად ისეთ ადამიანთან საუბარი ვინც შეურაცხყოფას გაყენებს რა თქვენ უნდა იცოდეთ რა ადამიანს ელაპარაკებით იმიტომ რომ შეგნებული და ის ადამიანი ვინც თქვენსაც შემდგომ შეიგნებს შეურაცხყოფას არც არ მოგაყენებთ მიხვდით და თუ მოგაყენებთ შემთხვევით ის ბოდიშსაც მოიხდის და თქვენი თქმა აღარ დასჭირდება აი ეგ არის უბრალოდ სეგმენტზე უნდა გავთვალოთ ჩვენი ნათქვამი
სამწუხაროდ ჩვენ და გაითიშა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვის ვის ვაგებინებთ. მიხვდით? წარმოგიდგენთ ხარ რთული არის როცა ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებთ და შეურაცხმყოფელი არის სხვისა. მეორე ადამიანისა და ეხლა ამ ადამიანს შენ უნდა გააგებინო, ესეც ხორთული არის, ხო? და ზოგჯერ ჯობია რომ უბრალოდ მიიღო. იმიტომ რომ ამ მიმღებლობითაც ის არის, გააჩნია თან იქ 1000 რაღაცა არის, ხა კონკრეტული ისიც არის, საკითხი ზოგი არის, რომ შეიძლება არ უნდა გაატარო, მაგრამ პირადი საერთოდ, პირად შეურაცხყოფიდან, აი პირადად რაც შენ გეხება, პირადი შეურაცხყოფიდან გასული პასუხი შენგან საერთოდ უფრო სიამაყის ნიშანი არის, იმიტომ რომ რაღაცას ვერ იტევ, ვერ დაითმინე ეს როგორმე და ასე შემდეგ. ეს მომენტია ხოლმე და მთავარია რომ სიამაყით არ იყოს ის შენიშვნა თუ იმის რო გინდა რომ იმას შეიგნოს ეს ნათქვამი რა. ზარი არის ეთერში, გისმენთ? გამარჯობათ. ეს ხომ თქვენ ახსენეთ სახელ დაიწყეთ. აუ ხმა არის მისიცით კარგად. ეხლა ისმის? აი ხა ისმის, აბა. დიახ, ახსენეთ რომ სახელი დატოვოს ამ ქვეყნად ადამიანმა. ხო. და ეს ვისთვის არის მნიშვნელოვანი? ჩვენთვის თუ ანუ რაც წარმოადგენს ამ ქვეყნად როცა გადადიხარ იმ ქვეყნად ხო. როცა ქრისტიანულად ესე არის, ხო? აქ ყველაფერი ქრება შენთვის. არა, ნახე არა, როგორ გეკადრება, ეხა ეს ნახე ეხა როგორ არის, ნახე ჩემო კარგო, კარგი, მადლობა, გასაგებია. სახელის დატოვება რას ნიშნავს, რომ მაგალითი დატოვო. ეხა ჩვენ რას ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვიცხოვროთ ისე, რომ ამ ქვეყნად არ გავითვალისწინოთ სიტყვაზე ვის როგორ მოვექცეთ? ჩვენ ხო ამ უნდა გვაცხონოს. ჩვენ ზუსტად ეგ უნდა გავაკეთოთ, რომ აქ თუ შენ სახელის დატოვებაში რას გულისხმობ შენ, თავარია ეგ არის. შენ უნდა იგულისხმო ის, რომ ეხლა ჩვენმა პატრიარქმა როგორც იცხოვრა, ეს ხო ცოცხალი მაგალითია. და რა ეთქვა, ეხლა მოდი აქ, მაშინ მოდი ვთქვათ ესე, მოდი ეხლა მე კარგად არ მოვიქცე, იმიტომ რომ ამ ქვეყნად საერთოდ არაფერი მე ხო იმ ქვეყნისთვის ვცხოვრობ. იმ ქვეყნისთვის ვცხოვრობ, მაგიტომ უნდა მოიქცე ამ ქვეყნად კარგად და ამ ქვეყნად კარგად მოქცევაა შენი სახელის დატოვება. დღეს არის წმინდა ნიკოლოზის დაბადების დღე, ხო? მან დატოვა თავის სახელი და დღესაც მის სახელს არქმევენ ადამიანებს და მისი სახელი და მისი ცხოვრებაა სამაგალითო, ხო? იგივე ძალიან ბევრი მართალის სახელი, რომელიც ჩვენთვის სამაგალითოა, ხო? ესეთი რაღაცა, ეს ცოტა, აი ნახე დღეს აი გმირების ისიც არის, ხო? როგორ არ დატოვეს მათ სახელი, აბა აი ამას რა დავარქვათ, რაც მათ დატოვეს, ნუ შეიძლება რაღაცა შეიძლება თქვენ სხვანაირად აღიქვათ ეს, მაგრამ რაც მათ დატოვეს, ანუ დანატოვარი. მისი სახელი იქნება თუ გვარი იქნება თუ მნიშვნელობა არ აქვს. ის ადამიანური საქციელზე არის, თორე პირადად იმაზე კი არ არის, რა მამა კახაბერზე ან ნებისმიერზე მამა დავიძე ან ვიღაცაზე. ხო მიხვდით რა სახელში რა იგულისხმება? მე არ ვიცი, ალბათ პირდაპირ თუ გაიგეთ თქვენ, გისმენთ? ალო. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ? გამარჯობათ. როგორ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ სახელს ვერ ვიხსენე. ბებერი ვარ ძალიან. გიორგი დარასელია. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. გიო, ჩემო სიცოცხლე. როგორ ზანდი? აჭრელებულ ხალხს რო უსმინო და აი, ჩვენ ალბათ დასაბმელები გავხდებით ნორმალური ხალხი. გენაცვალეთ. აი, ეს მინდოდა მეთქვა. ძალიან საყვარელი ქალბატონი ხართ, უდიდესი მადლობა თქვენ. ჩვენ აი სახე ნახეთ ეხა აი როგორი რაღაცაა რომ სახელის დატოვებაში ჩვენ რას გულისხმობთ ეხა აი როგორ მეწყინა იცით რომ ადამიანი წარმოიდგინე ამას თუ ფიქრობ შენ შეიძლება იმ მიმართულებით ვეღარ იცხოვრო შენ როგორი მიმართულებაც დაგაბარა შენმა სარწმუნოებმა ღმერთმა და საერთოდ აი რასაც გავალებ შენ ირგვლივ მყოფი ადამიანები
წარმოიდგინეთ ახლა აი მაგალითად ხა აი პატრიარქმა დატოვა ხო მისი სახელი ეს სახელს რას ვარქმევ შენ ნაცხოვრებს არქმევ ხო სახელს ანუ ჩვენი ნაცხოვრები უნდა დავტოვოთ აუცილებლად ის სახელი უნდა დარჩეს მე იმას კი არ გეუბნებით უბრალოდ აი წარმოიდგინე ხა რა მაგარია რომ ადამიანი გარდაიცვლება და რამ უნდა აცხონოს იმ ბევრმა ცრემლმა იმ ადამიანების ტკივილმა აი ჩვენთან ახლა წარმოიდგინეთ პატრიარქთან რომ მოვიდა აქ 2 მილიონამდე ადამიანი ხო ეს არის ის სახელი, აი ეს იგულისხმება სახელში, ხო ხდები და ჩვენ ახლა ესე თუ დავიწყებთ ყურებას რომ მოდი ახლა ჩვენ აიმე დედა რაღაცა ესე არ ვიცხოვროთ ისე არ ვიცხოვროთ სახელი რა დავტოვოთ რა ვქნა ვებძოლოთ სახელის დატოვებას თუ მინდა რომ კარგი გავაკეთო აბა ის აბრები სადაც დადიხართ ქუჩებზე რომელი სახელი და გვარებია რომელიც დატოვებულია ხო ღირსეული ხალხის მიერ ხო და ის ღირსება და ის და იმ ღირსების დაცვაში არის აი შინდისელი გმირები მაგალითად მათ რა დატოვეს მათი ცხოვრება საერთოდ ჩვენთვის ხო უცხო იყო მაგრამ გახდა ცნობილი ხო ის სახელები დატოვეს ხო ის აწუხელიძე ის თუ ნებისმიერის ადამიანი ხო ის დატოვეს ჩვენ აი ესე უნდა უყუროთ მაპატია ჩემო მეგო ძალიან კაი ადამიანი იყავი მაგრამ თუ იმას ფიქრობ რომ ეს არ შეიძლება რომ ამ ქვეყნად რაღაცა აბა ამ ქვეყნად ჩვენით ჩვენ რო წავალთ ვინ უნდა იცხოვროს ხო არ როგორ უნდა იცხოვროს თუ შენ არ დარჩი ხო და ის დარჩენა არის ზუსტად შენი ნაკეთები ხო მოდი მაშ სახელი არ დავტოვო და შვილები რო გვეყოლება სახლები არ დავუტოვოთ ის არ დავუტოვოთ ეს არ დავუტოვოთ მაინც ამ ქვეყნად რატო უნდა დავტოვოთ ჩვენ ხო გვდებით ხო არ შეიძლება ესე ფიქრმა შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს მერე დაუშაო შენ ამ ფიქრით რა და მე ვფიქრობ რომ არ არის სწორი ეს რა სახელის დატოვებაში კიდე აქ რას გულისხმობთ თქვენ იმის იქით არ ვიცი მაგრამ მე რაც ვიგულისხმე ეგ ვიცი და სახელის დატოვება ის არის რომ შენ დატოვე წარმოიდგინეთ ხა აი რო აშენებ და ვიღაცა ისე ტაძარს რა აი ყინწვის და იმებს რო აშენებდნენ მაგალითად და მას რო ეთქვა რომ მე ამ ქვეყნად ხა მე მაინც მკვდები და რატო დავტოვო ჩემი აშენებული ტაძარი ხო სიტყვაზე ანუ ვიღაცა რაღაცას აკეთებს რაღაც მნიშვნელოვანს ხო საქართველოსთვის ეს არის სახელის დატოვება და ეს აუცილებლად კი ეხა შეიძლება მოტყუდე და თქვა რომ მოდი ამ ქვეყნად მე არაფერს არ გავაკეთებ იმიტომ რომ აი ზეცაში მივდივარ მე და რაღაცა და ამ ქვეყნად შენ თუ ვერაფერი ვერ გააკეთე და შენი სახელი არ დატოვე იქ ზემოთ ვერ მოხვდები იქ სადაც უნდა მოხვდე და რისთვისაც გაჩდი რა ეგ არის მთავარი და იმ სიკეთეს ეგ აკეთებინებს რომ შენ სახელი გინდა რომ შექმნა ანუ განა იმიტომ რომ ისა რა ქვია რაღაცა იწარმოიგეთ თან საქართველოს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანეჭებენ თუ გინდა თუნდაც თვითონ სახელს ხო რამხელაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჯერ ამხელა იმასთან ეკლესიურათაც ამ წმინდანების სახელებს რო არქმევენ წინაპრების სახელებს არქმევენ არ უნდათ რომ ის ხაზი გარდაიცვალოს ის მოკვდეს ვიღაცის ბაბუის სახელი ვიღაცის ბებიის სახელი და ასე შემდეგ და ეს მოდის იმიტომ არის აი ამაზე ვამბობ რომ ამას მივაქციოთ ყურადღება თორე ხა სახელი დატოვე და ხა რემბო იყავით ხო ეგ არ მithქვამს უბრალოდ სხვა სახელზე ვამბობ მე რომელიც დატოვა მაგალითად მამა კახაბერ ტაბატაძემ და ბევრმა იმ ადამიანმა აი მამა თეიმურას ქორიძემ დატოვა ხო წარმოიდგინეთ რა ცოტა ხანს იყო ამ ქვეყნა და რამხელა ის დატოვა ხო ეს არის ეს იგულისხმება სახელში თუ ვერ გაიგეთ თქვენ ამ შემთხვევაში შეიძლება სწორად მაგრამ მე ძალიან ბევრი რაღაცა ვისაუბრე და რაღა მაინც და მაინც ეგამოწიეთ რაღაცა იმას ეძებდით ხო ალბათ რაღაც არ ვიცი ძალიან ცუდია საერთოდ აი ადამიანებში რა არის იცით რომ ჯერ მართლა კაისაც სხვათა შორის საჭირო თემა წამოწიეთ და ხვალაც მეყოლება მოძღვარი მაგრამ მას არ ვკითხავ ამას მაგრამ შემდგომში აუცილებლად ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთებ მე სიუჟეტს იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვიფიქრებთ რომ ვიღაცა სახელს დატოვებს მაშინ ჩვენ არც მას არ გავიხსენებთ ვინც გარდაიცვალა მიხვდით მისი სახელი უნდა უკუდავყოთ ჩვენ მიხვდით ჩვენ ისინი უნდა გავიხსენოთ მოსახსენებელი რას ნიშნავს ჩვენ ვიხსენიებთ ვახსენებთ მას კი გარდაიცვალა მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს მისი სახელი მოსახსენებელში ხო იწერება სახელი და არა ის რო სიტყვაზე სადღაც ცხონდა თუ არ ცხონდა ან ასე შემდეგ ხო აი ამ სახელზეა საუბარი ეს სახელი არის შესანარჩუნებელი იმიტომ რომ ჩვენ ამ სახელის შენარჩუნებაში ვადამიანდებით მიხვდი ხდები მაშინ ადამიანი შენ როცა
კონკრეტული მისია გაქვს და როცა ფიქრობ, რომ შენ ეს გაქვს გასაკეთებელი და აი ეს სახელი არ უნდა შეურაცხო, ხო? უკვე სხვანაირად ცხოვრობ, გავალდებულებს, ანუ შენი სახელი, შენი პიროვნება არის ვალდებულება ამ ქვეყნად, შენი გაჩენაც ვალდებულებაა და რომ სხვისადმი იყო, ჰუმანური, ადამიანური, გამგებიანი, რა ვიცი, ბევრი ჩვევაა კიდე ისეთი, რომელიც შეიძლება რომ ჩამოითვალოს, რაც შენი სახელის გასამაგებლად შენ გჭირდება. ხო და ასე რომ საჭირო არის, თორე ეს სახელიც არის საერთოდ არ იარსებებდა, ხო? ასე რომ ჩვენ ვერ ვიტყვით ის სამაგალითო ადამიანები, ვინც თავისი სახელი დატოვეს და ჩვენთვის მაგალითნი არიან, ხო, აი ზუსტად მაგას ვახსენებდი მან. აი ეს მაგალითი უნდა გქონდეს რა. ეხლა აი წარმოგიდგენთ ხა ამ ტელევიზიას სულ მადლობას ატოვხდი ხოლმე, რომ ჩვენ ეკლესია რაღაცნაირად მე მოვედი აქ ზუსტად 2008 წელი იყო სხვათა შორის, აი ომის პერიოდი იყო, როცა შემომთავაზეს და მე აქ მოვედი. და აი როგორ შეიძლება რომ ეს სახელი, ის სიკეთე, რომელსაც ეკლესიას გვიკეთებს, ეს ტელევიზია, ის ადამიანები, ვინც აქ შრომობენ, ხო, როგორ შეიძლება რომ ეს დავივიწყო? მე ხო ამ ქვეყნისთვის არ მოვედი, თუ რა უნდა ვთქვა და დავივიწყო ის სიკეთე? მაშინ ხო შენ რომელი ქვეყნისთვისაც აქ მოხვედი, მაშინ ხო იქ ხო ვერასოდეს ვერ მოხვდები, ხო? ასე აი ცოტა სწორი გაგება უნდა გეხვეწები, თქვენ არ გეწყინოთ, ანუ აი ჩემ ნათქვამს, ანუ კარგის თქმელს, კარგი გამგები უნდა თუ რაღაც ესეთი მსგავსი ზარი არის ეთერში, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. დიაკონი კი არის მის, კარგად გეხვეწებით. ალო? ალო? კი, აი სწორად თქვით, გიახ. დიაკონი გამთივებდეს მისავიდან, სამეთიასმის სახელობის წესიდან შემოდიოდი, როგორ ჯანდები? კარგად გაიხარეთ, შემოგევლი. მამაო, როგორ ჯანდებით? კარგად, დაკარეკულები ვართ, ეხლა დამირეკა მამაოს პოპოდიამ განაყოფნა ფაქტი და მითხრა რომ მამა კახაბერი აქტენებს მოეფერეთ და მადლობა ჩვენი მამაოს ესე სიყვარულით მოფერებისთვის ხვალე იცით რომ წლისთავი არის მისი გარდაცვალების დღეა აი ერთი წელი თუნდაც გავიდა და ჩვენ ვემზადებით მისახელზე პირისთვის სამეგობრო მამები მრევლი შეელა და თქვენ დაპატიჟებული ხართ გასწორთ ვიცი შემოგევლეთ მადლობა თქვენ მამაო მე აუცილებლად გავაკეთებთ კიდე გადაცემას მამაოსთან დაკავშირებით მე აუცილებლად გელოდებით ჩვენთან ეთერში უღრმესი მადლობა მოძღვარი რეკავდა რომელიც სხვათა შორის მამაოს ერთგული მამაოს გაზდილი ადამიანი რომელიც ყოლია მამაო აქ და ქალბატონ ფატის ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული ეს აი გმირობა და აი თუ შეიძლება რაღაცა აი ჯვარცმასთან რომ ასოცირდება ხო იცი ესეთი ადამიანები რომ არსებობენ არის ეს ადამიანი რომელიც ამ ყველაფერს ვერ შეატყობს შენ იმიტომ რომ აი ეს თავის ტკივილი თვითონ დააქვს ესე და დიდი მადლობა რა იმ ყველაფრისათვის იმიტომ რომ ჩვენ მე ძალიან მიჭირს ეხლა მამა კახაბერთან ისე ახლოს ვერ ვიყავი სამწუხაროდ ჩვენ და იმიტომ რომ მანძილი რაღაც გვაშორებდა ერთმანეთს მაგრამ მე მიჭირს მის გარეშე ყოფნა და თქვენ როგორ იქნებით და ის დღეები როგორ გადაგაქვთ უკვე გძნობ და მერთმა გაგაძლიეროთ რა და მამა კახაბერის სული იქიდან მისი ეს ლამაზი საფლავი აი მართლა რაღაცნაირად აი საფლავზე ახლა არ მაქვს ხოლმე ეს გამახვილებული იმდენად ყურადღება მაგრამ აი რომ მიდიხართ ისეთი საფლავი არის თეთრი საფლავი აქვს მამა კახაბერს და აი გეგონებაო რომ აი მამა კახაბერს რომ რაღაცნაირად ხო როგორ შეიძლება ხ საფლავზე და იმაზე თქვა ესეთი რაღაცა მაგრამ აი მამა კახაბერის გემოვნებას და იმას რომ შეეფერებოდა აი ამ ულამაზეს ადამიანს აი რა ვიცი მე თუ ვინმე აი მხდელზე მეტყვიან რომ აი რაღაცა აი სამაგალითო ვინ არისო ვიტყოდი მამა კახაბერზე და მადლობა მამაოს მადლობა დიდი რომ დარეკა და მადლობა იმ ადამიანებს ვისაც ესე ღირსეულად გახსოვთ ეს ადამიანი იმიტომ რომ მამა კახაბერი ის ადამიანი არის რომ მამა კახაბერის გახსენებით თქვენ თავს ცემთ პატივს რა ის ადამიანები ვისაც გახსოვთ დღეს რა და მადლობა ჯერ ამხელა ის არის რომ
ესეთი ადამიანი ყავს გვერდით და უბრალოდ უკვე აღარ ყავს ამხელა ძალა და ამხელა ბირთვი ეს არა მარტო ქალაქ რუსთავს და რაღაცა თბილის და იმას კი არ დააკდა მართლა სრულიად საქართველოს დანაკლისია იმიტომ რომ მის წიგნებს მის დაუჯდომლებს მე ვიყავი რა ვიცი აკვანში ვიყავი ალბათ მამაო უკვე წარმოიდგინეთ მაშინ სად იყო წიგნი და ის მამაო დაუჯდომლებს და იმეებს უშვებდა როგორია წარმოიდგინეთ ამხელა ღვაწლი აქვს ადამიანს რა საქართველოს ეკლესიის მიმართ გარდა იმისა რომ რუსთავში ერთი 5-6 ეკლესია ესე აღადგინა წარმოიდგინეთ რა არაფრით რუსთავში ხა როგორი წარმოიდგინე მაშინ თბილისში არ იყო დაძრები გახსნილი და ისეთი რთული პერიოდი იყო და ამისათვის დიდი მადლობა მამაოს და ღმერთმა ზუსტად იცის რა პერიოდს სად ვინ როგორ მოუვლინოს და აი ზუსტად იცოდა რომ მამა კახაბერი ამ რუსთავს აი ესე რაღაცნაირად წინ წამოწევდა და მადლობა ამისათვის მართლა მთელი გულით და მადლობა იმ ადამიანს რუსთავში თან ესე ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ ესეთი ხალხი რეკავს ესეთი ხალხი უსმენს და მადლობა თქვენ გისმენთ ზარი არის ეთერში საღამოშიდობით ბატონო გიორგი ძალიან დიდი ბოდიშის მოკვდით სამწუხაროდ ძალიან გვიან შემოუერთდი თქვენს გადაცემას მაგრამ ეხლა ძალიან ისეთი ძიმე ემოციურად დღე წენდება ჩვენთვის მე მამა კახაბერის მევლი გახლავართ რუსთავიდან და ზუსტად ესე შემოვედი იმ დროს როცა მამა კახაბერის თაობაზე საუბრობდა მამა დავითი და თქვენ ძალიან ბევრი წიგნის სიტყვა ბრძანეთ ძალიან დიდი მადლობა მინდა მე თქვენ გადაგიხადოთ და უფალსტირავ დიდ მადლობას ჩემი მამა კახაბერისთვის ძალიან ემოციურია ჩემთვის მიჭირს ახლა ძალიან საუბარი მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ რომ მე მამა კახაბერის აი პირველი 5-10 მრევლი რო ყავდა ბრალში წევრი აი იმ დროიდან ვარ მისი სულიერი შვილი და არ დაგიმალავს თვლი რომ დღესაც ასე გრძელდება და ძალიან დიდი ბოდიშით მადლობა დიდი ზარისთვის და თუ შეიძლება რომ მამა კახაბერთან დაკავშირებით 1-2 სიტყვა ისეთი გაიხსენოთ რაც აი ის იშვიათი მოვლენები რაც გაუკეთებია იმიტომ რომ მე იმდენად ვერ ვერკვევი თქვენ ეპარქიაში და რამდენი ტაძარი აღუდგენია რაღაც აი თუ შეიძლება რომ მიახლოვებით რაღაცა თქვენს არ გეცოდინებათ სრულიად იმდენი ბევრი აქვს განაკეთები მამაოს რომ მე არ ვიცი შეიძლება ფოფოდიამაც არ იცოდეს იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული მაგრამ აი მიახლოვებით რამე თუ ისეც გაიხსენებთ ან მისი გარდაცვალების შემდგომ რაღაცა ისეც ძალიან აი მე თვითონაც გამეხარდება და თან დამეხმარებით მასზე ისო გავაცნო სხვა ადამიანებს ვინც არ იციან სამწუხაროდ ჩვენ და ზოგმა ხო შეიძლება არ იცოდეს დიახ მე ახლა რა იყო რაღაცა გარკვეული სტატისტიკური მონაცემების მოცემა გუნებრივია გამიჭირდება დიახ აი მიახლოვებით ემოციურად რაც არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო მამა კახაბერი იყო უამრავი საინტერესოები ღონისძიების და ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის სულის ჩამდგმელი და ინიციატორი და დღეს ტრადიციად რო დადგინდა ჩვენს ქალაქში. რათა ერთი რაც შემიძლია გავიხსენო თქვათ ახლა ეს არის 100,000 მოწამის ხსენების დღე რომელიც პატრიარქის კურთხევით თბილისში აღინიშნებოდა და იცით ახლა აღარ დავწვევმანდები რაც ხდება ხო ამ დღეს ხოლმე და მამა კახაბერმა ძალიან ლოგიკურად მითხრა რომ ხალხო თბილისიდან ეს ფიქრით შეღებილი პარიო ბუნებრივია რუსთავში ჩამოედინაო და მოდით ჩვენ შევძოთ რაღაცით ამ ჩვენს მართლაც გდის და ქრისტესთვის წამებულ წინაპრებს ჩვენს მივაგოთ რუსთავში პატივიო და აი დადგინდა ეს დღე იგივე 13 ნოემბერს ხადია და ჩვენი ტაძრის მრევლის და სხვა ტაძრებიდანაც მეული გვიერთდებოდა ყოველთვის და ისეთი განსხვავებულად შემკული სპეციალურად ამ დღისთვის თემატურად შექმნილი დაიგული რუსთავის ხიდზე აქაც ხდებოდა ხოლმე ამ დღის აღნიშვნა და სკოლაში აი თაიგულის ჩაშვება მათი ხდომის პატივსაცემად ჩვენი სარწმუნოებაში განსაზღვრებლად იმიტომ რომ ეს ყველაფერი ცხადია დაკავშირებული იყო მამაოს მიერ უამრავი შინაარსიანი და თბილის სიტყვის თქმასთან მისი ქადაგებები საერთოდ გამოირჩეოდა ხოლმე ქრისტეს ეკლესიის ჩვენი სამშობლოს სიყვარულით რა გითხრათ აბა რომელი ერთი უნდა გავიხსენო მამაოს თაობაზე არც ვიცი მე ჩემი ოჯახით ძალიან ბევრი ძვა დავალებული მამა კახაბერთან თუ შეიძლება ესეთი სიტყვა არც მომწონს ასეთი სიტყვა მამაოსთან მიმართებით რომ ის იმდენად უანგაროდ აკეთებდა ყველაფერს ჩვენთან მიმართებაში და ყველასთან თუ ვამბობდი ხოლმე რომ
თვითონ უყვარდა სიტყვა ხომ უვერცხლო არა ვარო ხალხო მაგრამ ნეო არ მინდა რომ შევხედო იმას რომ რაც არის მატერიალური მხარე ჩვენს ურთიერთობაშიო ნამდვილად თქვენ აგდიხით ლარი შეგიძლიათ შემოწიოთ და 10 ლარით ერთნაირად შეიწირება თქვენგან თუმცა მე არ მინდა ამის ნახველი ვიყო და თუმცა ნამდვილად უვერცხლო არ იყო მაგრამ დღეღა ნებისმიერ დროს გამორჩეული ქონდა ყველაზე და ხმამაღლა შემიძლია თქვა აი 24 საათი რეჟიმში იყო თავისი მრევლის გვერდი არ არსებობდა ჩვენთვის განსაცდელი არ არსებობდა ჩვენთვის დღესასწაული სადაც შეიძლებოდა მამაოს გარეშე რამე ყოფილიყო და ყველა ჩვენი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული და მადლობა უყავს იმიტომ რომ კიდევ მაგოთ მე მამაოსთან 23 წლიანი მამაშვილობა მქონდა და ძალიან ემოციურია ჩვენთვის ახლა ეს დღე მე კიდევ ერთხელ მადლობას ვსვირა უფალს რომ მამა კახაბერის სახელი მქვია და ჩემი ოჯახის სახელითაც მადლობას ვსვირობ და მადლობა თქვენ უდიდესი მადლობა ბოდიშტიხით ემოციური საუბრის კარგით არასამ პირიქით ძალიან დიდი მადლობა რომ მამა კახაბერს პირველ რიგში რომ იყო ჩვენთან რომ იყო რაღაცნაირად თან როგორი ის იყო იცი მე რა შევამჩნიე იცით რომ მრევლში და იმაში თვითონ მამაოს როცა ადამიანები მოდიოდნენ რაღაცა ყველასთან ისე ანაწილებდა სიყვარულს რომ ყველას ეგონა რომ ყველაზე მაგრა მამა კახაბერს ის უყვარდა აი ესეთი ნიჭიერი კაცი იყო და ესეთი ადამიანი იყო და მართლაც ეგრე იყო ალბათ მაქსიმუმს დებდა ყველასთან მისი შესაძლებლობების და აი მაგიტომ იყო რომ ყველას ეგონა რომ ყველაზე ძალიან მას უყვარდა და სულ ყველა ამბობდა რომ ეხლა რა ვქნა ეს მესმოდა მე რომ ჩამოვედი იქ დასაფლავებაზე და ჩვენ და სამწუხაროდ ესეთი ადამიანები ამ ქვეყნად აღარ გვყავს მაგრამ ზეციდან აუცილებლად ზუსტად ვიცი რომ მამაო იქიდან გვფარველობს და ბედნიერია ყველა ის ადამიანი ვინც მამაოს გამო ვისაც უცხოვრია და მამაოს თუნდაც ერთ დღეს და ორ დღეს შეხვედრია რა და მადლობა მამაოს იმისათვის რომ იყო და რაღაცნაირად აი სამაგალითო ხალხი ჩვენ აუცილებლად ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ხოლმე ძალიან ხშირად გავაკეთებ იმას ეხლა მამა დავითმაც რომ დაარეკა თქვენც რომ დაარეკეთ რომ მოვბრძანდით ჩვენთან ისაუბრეთ იმიტომ რომ დღეს სამაგალითო ხალხი აღარ არიან აღარ ფიზიკურად აღარ არის იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა იყოს სამაგალითო ადამიანი მაგრამ ისე იყოს მიჩქმალული უარყოფილი საზოგადოებისგან ისე იმიტომ რომ მოთხოვნა სხვა არის მაგალითი დღეს აღარავის აღარ უნდა ხო ხდებით და აი ესეთი მომენტები ეს უნდა გავახსენოთ ადამიანებს იმიტომ რომ ჩვენ თუ ამ ისტორიას არ გავახსენებთ ჩვენც მერე შემდგომ გაგვიჭირდება ცხოვრებაც იმ ადამიანებთანაც ურთიერთობა ვისთანაც ურთიერთობთ იმიტომ რომ იმას შენ რო ანახებ რომ აი შენთვის სამაგალითო ეს არის მერე შეიძლება შენთვის რომ უნდოდეს რომ კარგად მოიქცეს მას მიბაძოს ხო ხდები და აი ამიტომ არის სულ უნდა გავიხსენოთ ხოლმე მამა კახაბერი და მადლობა კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს ვინც გვაძლევს ამის საშუალებას მართლა რომ რაღაცა წარმოგიდგენთ უკვე თითქმის 19 წელია ამ ტელევიზიაში მიმყავს და თითქმის აი ამ 19 წლის მანძილზე ვინც კი არსებობდა სასულიერო პირი ვინც გარდაცვლილა რაღაცა ყველას აბსოლუტურად ყველასთან კონტაქტი ქონია ყველას ისტორია გვაქვს შენახული და ყველა რაღაცნაირად ყავს აქ მოყვანილი და რაღაცნაირად აი ამ ხელა დიდი წიგნი დაიწერა და მადლობა ყველა იმ მართლა იმ ადამიანს ვინც იყავით ჩვენს ირგვლივ იმიტომ რომ ჩვენ ისედაც გვიჭირს დღეს ისეთი პერიოდი არის და ამ გაჭირვებაში კიდე უთქვენოდ ყოფნა ძალიან რთულია რა იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ეხლა ეკლესიური ადამიანი არის გზნობებით აი ძალიან მაღლა სხვა ადამიანებზე რა იმიტომ რაღაცნაირად სხვანაირი გზნობები იღვიძებს ხოლმე ეკლესიაში იქ დარდი იღვიძებს პრობლემები იღვიძებს უფრო ხედვა სხვანაირი აქვს ეკლესიაში მოსიარული ადამიანს და სევდიანიც არის იმიტომ რომ ბევრი მუქიფერები ჩანს როცა ეკლესიური ადამიანი ძალიან რაღაცნაირად ისე არის რომ ჩანს ამ ქვეყნიური რაღაცა სიავეების, სისუსტეების, სიმძიმეები იჩენს თავს და ძალაუნებურად მოქმედებს ადამიანებზე და თქვენთან ერთად ამ ყველაფრის გადატანა არის ადვილი. როცა მამა კახაბერისნაირი ადამიანი ყავს იქ ახლოს, ხო? ამ ყველაფერს გატანინებს, იმიტომ რომ უყურებ, რომ აი 10 ჯერ უფრო შენზე მეტი ტკივილი აქვს, 200 შენაერი ყავს და აი დგება და ამ ყველაფერს უვლის, პატრონობს და არ უშვებს ხელს და რაღაცნაირად
მყარად დგას მიუხედავად ამხელა ყევებისა, ბრძოლისა, ხო? აი ამიტომ არის საჭირო ჩვენთვის სამაგალითო, ის სახელი, ის ყველაფერი, რომ ეს დუხჭირი ცხოვრება, რომელსაც ბოროტი გვთავაზობს და ჩვენ რაღაცა ძალიან ადვილად ვეგებით ხოლმე, გადავიტანოთ. მიხვდით ახლა აი წარმოიდგინე სადღაც თაზე რო ხარ გადასასვლელი და ის მაგალითი რო ყავს, რომ შენამდე იქ მამა კახაბერმა გაიარა, ან ილია მეორემ გაიარა, ან მამა აკაკიმ გაიარა, ხო? უკვე ადვილია შენთვის მზარუკა არის. აქ სახელზე მაქვს ლაპარაკი, რომ აი ეს სახელი უნდა დავტოვოთ რა. აი ეს სახელი არის, რომელიც გაძლევს მზა რეცეპტს იმისა თუ როგორ უნდა იცხოვრო. დარწმუნებული ვარ ამ ადამიანის ნებისმიერი დღე რომ მე ჩამომიწეროთ ეგრე რო ვიცხოვრო მეც საბოლოოდ ვცხონდები ხო აი ეს არის ის მისაბაძი ხალხი უნდა გვყავდეს აუცილებლად და სუწინ უნდა წამოწიოთ ხოლმე უნდა შევახსენოთ სხვა ადამიანებს რომ აი ესეთი იყავი მამა კახაბერისნაირი იყავი ილია მეორესნაირი იყავი მამა აკაკისნაირი იყავი და ეს არის ჩვენი აი ჩვენთვის ყველაზე მთავარი რა და ჩვენ აი ამიტომ არის რომ აი ისტორიას კი არ უნდა გადაუხსვათ ხაზი და ვიბრძოლოთ პირიქით წინ უნდა წამოვწიოთ გენაცვალეთ თქვენ უღრმესი მადლობა რომ ხართ ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც ჩვენს ირგვლივ ხართ აი განსაკუთრებით ხა აი ბორჯომში ვიყავი და ამ ეპარქიის სასულიერო პირებს უდიდესი მადლობა რაც დატოვეს ჩემში შტაბ-ეჭდილება მე არ ვიცი რა უღრმესი მადლობა თქვენ და კიდევ მე მამა იოანე, მამა ლუკა, მამა ანდრია რა ვიცი ბევრი ისეთი ერთგული ადამიანები რომელიც მართლა მეუფის შვილები იყვნენ და მადლობას გიხდით იმისათვის რომ რაღაცნაირად ესე აი მართლა გადამყვნენ თან რასაც ქვია და ყველა ადამიანთან ეს მარტო ჩემზე არ არის ყველა ადამიანში ამტკიცებენ სიყვარულს და ყველა ადამიანს უმტკიცებენ იმას რომ ადამიანი არის მათთვის მნიშვნელოვანი და დიდი მადლობა ამისათვის მართლა აი ბორჯომ ბაკურიანის ეპარქიას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ და იმ მამებს და ჩვენ კიდე ცალკე ვისაუბრეთ მათ სასწაული მრევლი ყავთ ეხლა ესენი მომლოცველები არიან ბევრ ადგილას დადიან სხვადასხვა ეპარქიებში და აუცილებლად მამა იოანეს ვთხოვ და მობზანდება ჩვენთან და აუცილებლად ძალიან მაგარ გადაცემას გავაკეთებთ და იმ სასულიერო პირებს ვინც ხართ რეგიონში აი ძალიან გთხოვთ მე რეგიონიდან მომყავს ძალიან ბევრი სასულიერო პირები მაგრამ თქვენც შემეხმიანეთ, თქვენც გამაგებინეთ, რომ მოხვიდეთ ჩვენთან და ისაუბროთ და აი ხალხმა გნახოთ. რა ძალიან მინდა მეც, რა იმიტომ რომ ბევრს გერიდებათ, ვიცი და მოდით ესე გავაკეთოთ რა. წარმატებებს გისურვებთ, ყველაფერს იკეთეს, დიდი მადლობა, რა ვიცი, ილიას დიდი მადლობა, ირმას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ხართ, მართლა ჩვენთვის რაღაცნაირად სულ ყოველთვის აქ ეთერი ეკლესიისათვის ყოველთვის ღია არის და მადლობა თქვენ ყველაფერს იკეთეს გისურვებთ დროებით და წარმატებები მე ხვალ დაგიბრუნდებით მამა გიორგი ჩაჩავასთან ერთად საღამოს 8 ნახევარზე მე გახდით გიორგი დარასელია და რავი ბედნიერებას გისურვებთ და რუსთავის მრევლს კიდე დაი ჩემი დიდი პატივისცემა და თქვენი ტკივილის მოზიარე ვარ მართლა იმიტომ რომ მამა კახაბერის დაკარგვა ისეთი რაღაცა რომ უბრალო არ არის ეს უბრალო აი ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც შეიძლება რომ ადამიანს გააჩნდეს ეს ერთად აი ამ ყველაფრის დაკარგვა ამ ქვეყნად, მაგრამ იმ ქვეყნად რა თქმა უნდა შეძენა არის და უბრალოდ ხო იცი ადამიანი მაინც ამ ქვეყნიურზეა დამოკიდებული და ტკივა და ვიზიარებ თქვენ წუხარებას და ბედნიერებას გისურვებ და აი ამ ტკივილის გადატანას რა თქმა უნდა. კარგად ზანდებოდეთ დროებით და აუცილებლად დაგიბრუნდებით ხვალ საღამოს 8:30-ისათვის.